მოდი, პრინციპში ეს ჩვენ უკვე ვიცით, ხო? და გავიმეოროთ ახლა და უკვე დავხატოთ ეს სიმღერა. მიდი დაიწყება. მიდი.
და დავასუსტოთ ის ფრაზები, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით, ხო? იგივე შენ მეორე ხმა როცა იწყებ. და ეს გადაღმა უნდა იყოს ძალიან საინტერესო და ასევე ხასიათი, დინამიკა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, ხო? რთული მოვლენაა კახურის სიმღერა თავისთავად, იმ თავისი განსხვავებებით, რომელიც სხვადასხვა რაიონში არსებობს. და ამას გარდა მთლიანად მთელ კახურ სიმღერას აერთიანებს მრავალხმიანობის ერთგვარი ტიპი. თუმცა აქაც არსებობს შიდა განსხვავებები. აი ხო ეთნომუსიკოლოგიაში ამ ტიპს ეძახიან ბურდონულ მრავალხმიანობას, ანუ გაბმული ბანის მრავალხმიანობას, რომელიც არის არამხოლოდ ჰარმონიული საფუძველი, არამედ ქართველთათვის უნიშნელოვანესი მოვლენა. იმიტომ რომ ცნობილია, რომ ქართველი კაცი ვერასოდეს ვერ იტანდა ერთ ხმას, ერთი ხმის სიმღერის მოსმენა უჭირდა და ყოველთვის მოთხოვნილება ჰქონდა ბანისა. ეხლა ძალიან ცნობილია და დღეს ძალიან ასე ვთქვათ, გავრცელებულია კახური გრძელი კატეგორიის სიმღერები. როგორიც არის ჩაკრულო, როგორიც არის მრავალჟამიერი, როგორიც არის შაშვი კაკაბი, ბერი კაცი და ასე შემდეგ. და აი ამ სიმღერებში ყველგან ეს ბანი არის მაინც შედარებით უფრო დორე და გაჩერებული. ძალიან მცირედად მოძრაობს ბანი ამ სიმღერებში. კახური სიმღერები საუბრობთ, კახური სიმღერა არის ერთ-ერთი მარგალიტი ამის, როგორც განაჩენი ყველა კუთხის სიმღერა, გამორჩეულია, რა თქმა უნდა, თავისი შემსრულებლობის სტილით და რაც ყველაზე მთავარია ის არის, რომ ეს არის სიმღერა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თანაბრად უყვარს, შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ ხშირად მიწევს და მიწევდა და ეხაც მიწევს, რა ვთქვათ, ექსპედიციებში სიარული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მაგალითად სვანეთში რასაც ყოფილი ვარ და ოჯახში შევსულა და მithქვას იქნება რამე გვიუღებოთ, თქვა დავუწყეთ ან წინწყარო ან რაღაც სხვა ესეთი კახური სიმღერა. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის, ხალხისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მისაღები და ძალიან უყვართ კახური სიმღერა. როცა მე-19 საუკუნიდან გარკვეულწილად მეტი ყურადღება მიექცა აი ამ ხალხური სიმღერების შესრულებას, როცა ჩამოყალიბდა პირველი გუნდები, როცა ხალხმა ასე ვთქვათ დააფასა ის განძი, რომელიც ესე საუკუნიდან საუკუნეზე გადმოდიოდა და ზეპირი ტრადიციით მოვიდა მათ მეხსიერებაში დალექილი სხვადასხვა ფენებით, ძალიან გავრცელდა სწორედ აი ამ ორნამენტებით სიმღერის სხვადასხვაგვარი ტრადიცია და ადრე თუ განასხვავებდნენ თქვა სიღნაღურ ან და თელავურ ან და ახმეტურ ვარიანტებს, მე რო უკვე გაჩნდა მომღერლების მიხედვით, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი იყო იგივე კავსაძეების გუნდი, ძალიან ცნობილი იყო ვანო მჭედლიშვილის ღვაწლი კახური სიმღერის ორნამენტიკის საქმეში, სხვათა შორის ძალიან ზომიერად იყენებდა ვანო მჭედლიშვილი ამ ორნამენტიკას, ეს ხმის ტექნიკაზეც არის რა თქმა უნდა დამოკიდებული. გაჩნდა ჩანაწერები, რაც თავარია, ამ სიმღერების ფონო ჩანაწერები, აუდიო ჩანაწერები და ადამიანებს როცა მიეცათ ამისი მოსმენის საშუალება, დაიწყეს აი ამ ცნობილი მომღერლების მიბაძვა და მათებურად სიმღერა. ამიტომაც ხო ძალიან ხშირად, რამდენადაც ეს ძალიან კარგი იყო და პროგრესული იყო, მეორეს მხრივ ის ბევრი სხვა ვარიანტი, რომელიც არსებობდა, დაიკარგა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას ბაძავდნენ. თავარი რაც არის, ეს არის, რაც არსებობდა და რაც
ძალიან მინდა რომ ეხლაც ასე ვთქვათ უფრო აქტიური იყოს, ეს არის იმპროვიზაცია. ეს არის ახალი და თქვა თვისობრივად განსხვავებული ვარიანტების შექმნა შემსრულებლების მიერ, ხო? რატომ არის ზოგადად ხალხური მუსიკა მნიშვნელოვანი? თუ აგებულია ყველაფერი იმპროვიზაციაზე. და შემდეგი პერიოდის შემოსულია დიდი გუნდები, ეს გაორმაგებული ხმები, გარკვეული და სტამპი იყო. თქვა მაგალითად იყო პერიოდები, როცა ერთი კახურა ვაჟემერი იმღერებოდა ერთ ვარიანტში ან ერთი ჩაკრულოს რაღაც პრინციპი. მე ძალიან კარგია რომ წამოვიდა უკვე განსხვავებული ვარიანტები, თქვა უკვე დაიწყო აღდგენები, თქვა იგივე დედას ლევანასეული ჩაკრულოსი და ნავაჟამიერისა, თქვა თელაველების უკვე ხშირად მღერიან ახალგაზრდები და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ და ასევე ძალიან მახარებს ის რომ ხედავ რომ აი ახალგაზრდები ცდილობენ რომ საკუთარი რაღაც ვარიანტი შექმნა, საკუთარი ასე ვთქვათ იმ ჩარჩოებში და იმ ფარგლებში, რასაც ქვია რომ არ გაცდენ საერთო ჰარმონიას. ეხლა იცით აი ცნობილია დედას ლევანას ნამღერი და დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ბევრისგან მსმენია რომ დედას ლევანა სულაც არ მღერის მათთვის მისაღებად, იმიტომ რომ სულაც სხვანაირი ხვეულია, სულ სხვანაირად იხმარს ხმას, ხმის მოხმარების სხვაგვარი ტექნიკა გააჩნია, ანდა მიხაჯღაური. შემოქმედი მაშინ არის საინტერესო, როცა მისი ყოველი შესრულება არის განსაკუთრებული. მისი ყოველი შესრულება არის რაღაცა სხვანაირი, შეიძლება ასე ითქვას. მე სულ მომყავს მაგალითად, იგივე მაგალითად, თქვათ ფოლკლორთან, თქვათ ჯაზის შემსრულებლები. არის ბევრგან მინახავს სოფლიოში, რომ თქვათ რომელიმე ჯაზ შემსრულებლებს ან პიანისტს სხვადასხვა ქვეყანაში დაყვებიან ადამიანები, მსმენელები შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ თქვათ აი ამ კონკრეტული ნიმუშის რა იმპროვიზაცია ექნება ეხა სიდნეიში ან ტოკიოში ან ნიუ-იორკში. ასევე იყო ჩვენ შემთხვევაშიც. ჩვენი შემსრულებლები რომ მღეროდნენ, ყველა ეს შემთხვევა იყო განსაკუთრებული. თქვათ და სხვადასხვანაირად ღეროდნენ. თქვათ მაგალითად ყოველი შესრულება მათ იყო განსხვავებული. ყოველი შესრულება იყო უფრო მეტი იმპროვიზაცია, უფრო მეტი საინტერესო რამ ჩადებული და ასე ვითარდებოდა ზოგადად ხალხური სიმღერა. ჩვენ რადგან მუზეუმში ვართ და მუზეუმის მიზანი სწორედ იმ სიძველების დაცვაა, სწორედ ჩვენი მუზეუმის ანსამბლ მჭელის მთავარ ამოცანად მივიჩნიეთ აი ამ უძველესი ვარიანტების მოძიება და შესრულება. მჭელი სულხან-საბას განმარტებით გახლავთ ჭაბუკთა მღერა. და სწორედ ეს ჩვენი ჭაბუკები თავდაპირველად სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტათი სკეპტიკურად შეხვდნენ. ესენი ჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, რა თქმა უნდა, და ცოტათი ვერ მიხვდნენ თუ გაუჭირდათ აი ამ ძველი სიმღერების და ძველი ვარიანტების შესრულება. მაგრამ ახლა უნდა გითხრათ, რომ დიდი სიხარულით და დიდი სიამოვნებით ასრულებენ და მართლაც დარწმუნდნენ იმაში, რომ მართლა ძალიან დიდია განსხვავება, იცით, იმ ვარიანტებს შორის, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ და იმ ცნობილ ვარიანტებს შორის, რომლებსაც ფაქტიურად თითქმის ყველა ანსამბლი ასრულებს. ეხლა აღარავის არ ახსოვს, თქვათ, ბერიკაცის ეს ვარიანტი, რომელიც ჩაწერილი გახლავთ 1950 წელს ყვარელში თამარ მამალაძის მიერ. Dagi
შვილები იქვე თავთან იყოს დაპატიჟები მილახვრებთან რაღაცებთან და ისე დაჩვენეს ბიჭები რომ მიდიოდნენ პატარა ელე ჩამოდიოდა ის ხიდი იყო სასაზღვრო და გასულება ქოცა გადიოდნენ ამ ბახუს მასდიერა და სულ ამ გვერდზე გუბე იყო გუბე ჩაფსული ამოტალახებულები დადგენენ ერთმანეთს უყურებენ ესა და მართლა იმას ერთი გრეხი წამოვადგა თავზე და საო იჯერა და გამართია თუ არ აღწენია თუ ეს დალახში ამოსულები ხარტობას ესე პირდაპირ მაიცია მარდოდა თქვენ სიცხვილე ახალგაზრდები ხართ და იწყინეს ძალიან ეს როგორ გუბედა ამ გლახოჯა მონა დაიჯერა სემ არ პეგამოვიო ხოდი სო უკართულა თავზეურა უსო ნომონგლა თოგასოლა მე როცა შეკდებით მომბარდა მამაშვილობას დაგეფიცებითო და ისე შევხვდეთ თოგასოლა თოდა ეს შეიძლება ამშვილი აღარ გამეს მაგრამ და ბოლოსო 1000 კაცი ნაფას და 10000 დილობა თუ კაცი კაცად არ ვარ არ გვაგეს გვარის მე თავად ისილობას აანებ მაიჩოუსრულა და ეს ისაიო ეს ტექსტი ასეთია რომ ხიდის თავური ყურზენ ჩავკრიფეთ გააკაშია ეს გადამთვლელი ბიჭები აღარ გასვლან და აფშია 84 წელში კოტე ჩვენთან ვაჩნაძიაში მღეროდნენ მოხუცი ხალხი და მე ბიჭუნათ აგოდი მყავდა და ამ კაცებმა სათქვეს მოდიო ერთად ვიმღეროთ ხალხი იყო 72-82 წლის ასაკის ხალხი იყო მე მათ რას ვასწავლე პირით ისინი მასწავლდნენ მე და იმღერეს ბერიკაცი ყველას ვიცის გავწობილი სიმღერას უყურდა სიტყვებით თქვენ იმისთანა გაიგე რომელიც ესე იგი არ მომისვენია არც მე მომისვენია და საერთოდ ასაკიანი კაცი ვარ და არავისაც და მამიდა ჩემ შევეკითხე მამიდა ასაკიანი იყო მამიდა მეთქი აი ეს სიტყვი მართლა ეგრე მართალიაო მამა ჩემი ესე მღეროდაო და ესე ვისწავლეთ ჩვენო აი რა სიტყვები არის იცი რა თქმა უნდა ბერიკაცი ვარ ნუ მოკალავას მერი არის შენ ბერიკაცო რად მოკალ ხმალი ვადამდე რადამე იმ მამა ჩემსა როსტომსა საი წაუხვალ სადამდესო თურმე რა ყოფილა ესე იგი მამა და შვილის თურქების და ქართველების ომი როცა იყო არა ეს მამა მოხვედრილა იქ დამხარეს მოხვედრილა გაიგე და ესე იგი მამაშვილი ერთმანეთს შეებნენ გაიგე თურმე ესე არ იცოდა გაიგე და რომ ესეც ბერიკაცი ვარ ესეც ბერიკაცი ასაკიანი ყოფილიყო ნორვენ და ბრძოლით შეებდნენ ბრძოლით ხო და შენ ბერიკაცო რად მომკარ ხმალი ვადამდე რადამე იმ მამა ჩემსა როსტომსა საი წაუხვალ სადამდე როსტომი ყოფილა თურმე ეს კაცი ვიც მოკლა თავიშვილი აი ზუსტ არ ვიცოდი არა აი ეს გადმოცემა მამა მოკლა ესე იგი მამა მოკლა შვილი ხო ამისთანა რაღაც მამი და ჩემმა მითხრა ასაკიანმა ქალმა ყველა ასე უღერეთ და მე ესე იგი ავდექიდე ეს სიმღერა ეს სიტყვები უბრალოდ სიტყვები გადმოვიტანეთ და შემორჩა აკადემია იმანა სალმა სარწმუნო წყაროებიდან იცოდა რაღაცა და მოიტანა ესე მეროდაო და აი ერთი პროექტი იყო პრინციპი ის იყო მომენტი იყო ბატონი პროფესორი ოთარ ჩეჯავაძე იყო ჩამობძანებული და ეს სიტყვები რომ მოისმინა ეს სიტყვები კაცი წამოხდა ესე წამოხდა და ყანყრატოში აკოცა ახატლიან მიხაყვეს ვეზახით გაიგე ვინც პირველ სამღეროდა და ყანყრატოში რამდენი წელიწადი აი ამ სიტყვებს ვეძებ მეო კი ვიცი მაგრამ გუნდი არ მინახიაო გუნდიო ეს სიტყვები რომ იმღეროს თავიდან არ შეკვეთილი ყურა ნამღერი ესე იგი ხო ამ სიტყვებით და მოგე ჩაიწერა გოგიდოლიზმა ჩაიწერა მე და ჩაწერილი ეს ყველა სიმღერას აქვს თავის რაღაც ეხლა კახეთისადმი მაგალითად კახეთისადმი ალბათ საუკუნის დასაწყისში იყო ანუ მუღალაშვილი ესეთი ლოტბარი გურჯაანიდან წარმოშობით ამ კაცმა დაამუშავა ეს სიმღერები და გააცოცხლეს ბიჭებმა ძველი გურჯაანის ანსამბლის ბიჭებმა ეხლა ას განსვენებულები ყველას ვერ დავასახილებ რა კარგი კაი ბიჭები იყვნენ კარგად მღეროდნენ გავიდა დრო და მიეცა დავიწყებას ისე ესა კახეთისადმი და აგერ რამოდენიმე წლის წინ ჩვენ მოგვიწია ახლიდან ამ სიმღერის გასოცხლება ჩვენი თაობის ბიჭებს ესა და მღერივართ რა ეხლა Kabilo kacheto Romodom borisavati Shen vashvene baskravo gadamoke
Iqaw bednier